ტონინო გუერა, Blow Up. დიახის ყოველთვის იყო და არის წარმოდგენილი მსხვილი პლანით, საკუთარი სცენარებითა თუ ნახატებით, ნაწარმოებებითა თუ ფრაზებად გაფანტული ჩანაწერებით. თუნდაც მთელი მისი ცხოვრებით, რომლითაც დაამტკიცა, რომ საზღვრები სიზმარსა და ცხადს, წარსულსა და აწმყოს, რეალობასა და ფანტაზიას შორის ძალიან მყიფეა, თითქმის შეუმჩნეველი და სხვადასხვა განზომილებებს შორის დასაკავშირებელი ხიდებიც პირობითია, წარმოსახვითი და მაინც ხშირად ხელშესახები. მოკლედ, ტონინო გუერამ თავის ცხოვრებითა და მოღვაწეობით ერთი დიდი ლამაზი ზღაპარი შექმნა. ჯადოსნური ისტორია, რომლის რამდენიმე მნიშვნელოვანი თავიც საქართველოს დაეთმო. ქვეყანა, სადაც სახელოვანმა იტალიელმა შემოქმედმა საკუთარი თვალით იხილა, როგორ ისხმება ღვინის ჭიქაში ხელოვნება, როგორ იქცევა უბრალო სუფრა პოეტურ ესთეტიკად, კედლის ჭრდილები თეატრალურ წარმოდგენად და რაც მთავარია, როგორ გარდაისახებიან ჩვეულებრივი ადამიანები, მისი თბილისელი მასპინძლები იმ ლეგენდის პერსონაჟებად, რომელსაც სახელად ტონინო გუერას საქართველოში მოგზაურობა ქვია. რევას თაბუკაშვილი, სერგო ფარაჯანოვი, რეზო გაბრიაძე, ტონინო გუერას თბილისური ამარკორდი, ქართული დოლჩევიდა. თავის თავგადასავლებით, ზესუმზირებით, საათით ისრების გარეშე, უკუნეთში გამონათებული სინათლით, ნოსტალგიით და რა თქმა უნდა, მანდელშტამისეული თბილი წვიმით, რომელმაც ხელოვნების პლასტებში სრულიად უჩვეულო აგრეგატული მდგომარეობა მიიღო და ჯერ კავკასიურ თრიაქად, საბოლოოდ კი ტონინო გუერას არაჩვეულებრივ რომანად ტრანსფორმირდა. ნაწარმოებად, რომლის გაცნობაც ქართველ მკითხველს დღეის ამასიქით, მწერლისა და მთარგმნელის ქეთევან ტომარაძის წყალობით მშობლიურ ენაზე შეეძლება. ტონინო გუერა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. მას ძალიან უყვარდა ქართველები და საქართველო. ეს ლიტონის სიტყვები არ არის, ეს მართლა ასე იყო და მან საქმით დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარია. თავის მეუღლესთან, ლორა გუერასთან ერთად. მე მას პირადად ვიცნობდი, ხშირად ხვდებოდი, ხშირად მქონდა მასთან საუბრები. ჩვენ ერთად ვიყავით სანოინში, კინოსტუდიის მოძველებული ავტობუსით და ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო შეხვედრები ჰქონდა თუ რაზე საუბრობდით, ცოტა მოვყვები გამოსვლის დროს. რას თქმა უნდა, ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რომ ტონინო გუერას რაიმე ნაწარმოები მეთარგმნა. გასაგებია, რომ ის იყო არაჩვეულებრივი კინოსცენარისტი, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ის იყო შესანიშნავი მწერალი და დიდი მოაზროვნე. მაგრამ არ მქონდა არაფერი, რომ წამეკითხა მისი. იტალიურად, მაშინ ცოტა არ იყოს ძნელი იყო. შემდეგ ლორა გუერა მისმა მეუღლემ გაშალა დიდი საქმიანობა მოსკოვში, ათარგმნა, თვითონაც თარგმნა და გამოსცა შესანიშნავი წიგნი. ტონინო გუერას ნაწარმოებების კრებული. აქ იყო როგორც შევიდა, როგორც პროზაული ნაწარმოებები, ნოველები, ისე პოეზია, რომელიც ძალიან საინტერესოა. ასე რომ როდესაც თქვა დადგა საკითხი, რომ უნდა ეს ფესტივალი გაიმართოს უკვე მერამდენეთ, ლორას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ რომელიმე ნაწარმოები თარგმნილიყო ქართულად, ტონინო გუერასი და აქცენტი ჩვენ გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, იმ წიგნზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს. ეს არის თბილი წვიმა. ტონინო გუერას სახელობის იტალიურ-ქართული ფონდისა და ორგანიზაციის ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე თაოსნობით, აგრეთვე ტონინო გუერას ფონდის თანადგომით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ტონინო გუერას რომანის ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. მეხუთე წელია, რაც ტონინო გუერას სახელობის ფონდი შეიქმნა საქართველოში, რომლის ექსკლუზიური უფლებაც მოქცა მისმა მეუღლე ლორამ
როდესაც დაუკავშირდით მე და ბატონი მიშა მრევლიშვილი, მან ასეთი პასუხი გაგვცა, რომ ჩემს მეუღლეს ისე უყვარდა ქართველები, რომ მისი ხატრით მე საქართველოს უარს ვერ ვეტყვიო. ასე რომ ჩვენ ვართ პირველები, რომლებსაც მე მოგვბაძა სხვადასხვა ქვეყნებმა. ჩვენ მანამდე ვიცნობდით მას, როგორც სცენარისტს, როგორც დრამატურგს, როგორც ვიცნობდით მას, როგორც ძალიან ნიჭიერ პოეტს და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს ღრმა კონცეფცია, ის რომ შენი სახლი არ არის მარტო ის ბინა, სადაც ცხოვრობ, ან ის ქუჩა, სადაც დადიხარ, ან ის ქალაქი, ან ის სახელმწიფო, არამედ შენი დედასამშობლო არის ის ულამაზესი, უმცირესი ნაწილაკი სამყაროსი, რომელსაც დედა მიწამი ტერა მადრე ქვია და მას არ შეიძლება ისე უგუნურად გავაგრძელოთ მის დამი და მოპყრობა, როგორც აქამდე თითოეული ჩვენთაგანი ვიქცევით და ვიქცეოდით. დღეს განსაკუთრებით მისი კონცეფცია, რომ დედაბუნებას ჩვენ არ უნდა ავუჯანყდეთ, იმიტომ რომ ის ჩვენ არ გვეჩხუბება, მაგრამ მანიც ის დასჯა. და აი ამ გონიერება, ის აგური, რომელიც მან დადო ჩვენს ცნობიერებაში, ძალიან სიღრმისეული. გამიგეთ, ის რომ ფუკუსიმა არ არის მხოლოდ იაპონელების ტრაგედია, ან ტაილანდის ცუნამი, ან ციმბირის დაუშვათ გლობალური დათბობი, ან შოვის ტრაგედია, რომ ეს არის თითოეული ან ამაზონის ჯუნგლების ხანძარი, ხო? რომ თითოეული ჩვენთაგანი სატკივარია ეს და დროულად გონიერად უნდა ჩავწვდეთ ჩვენი სულის არქიტექტურას და ამ სულის არქიტექტურის სწორებით უნდა ბუნების არქიტექტურას მოვერგოთ და პატივი ვცეთ მეგაპოლისური ინტოქსიკაციის ფარგლებში. ახლა ექიმები ვართ და გვესმის ჩვენ ძალიან კარგად, რომ გენერალიზებული ჰიპოქსიის, ჟანგბადის უკმარისობის პრობლემებში ვართ, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანი სრულიად. ეს რამდენიმე ათეული წლით უსწრებდა მსოფლიო პრობლემა, მაგრამ ჩვენ ძალიან მოგვიახლოვდა. და ის რომ ჩვენ ვსესხულობთ ჩვენი კომფორტისთვის ბუნებისგან, ჩვენი ცივილიზაციისთვის, მაგრამ რას ვუბრუნებთ დედაბუნებას, აი ამას ემსახურება ჩვენი დავიწყებული ხეივნის გაცოცხლება ტონინოსის საქართველოში. ტონინო არ იყო მხოლოდ იტალიის შვილი, ის დედამიწის შვილი იყო სწორედ აი ამ თავისი კონცეფციით. ეხლა რაზე მოგვითხრობს ეს წიგნი? ეს არის მოგზაურობა საქართველოში სურენ აღაჯანიანთან ერთად. ვინ არის სურენ აღაჯანიანი? სურენ აღაჯანიანი არის სერგო ფარაჯანოვი. სომეხი რეჟისორი, თბილისელი სომეხი სერგო ფარაჯანოვი, რომელიც ამბობდა, რომ თბილისელობა ეს არის ეროვნება. აი და მათი მოგზაურობისას ტონინო გუერა იხსენებს 1000 ამბებს და ბევრი მათგანი მისი მონაყოლისა ძალიან ნაცნობია ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენ ერთად რო დავდიოდით, სერგოც გვახდა. სერგოს ის იყო ეს ავტობუსი იდია ნათხოვარი იქიდან კინოსტუდიიდან და აი დავჩაკჩაკებდით იმ ავტობუსით და შემოვიარეთ სანოინი, ახპატი და სომხეთის საქართველოს კულტურული ძეგლები მოკლედ. და აი იქ რასაც ყვებოდა სერგო, რასაც ხუმრობდა, ოხუნჯობდა, ეს ყველაფერი ჩაიწერა ტონინო გუერამ და შექმნა მშვენიერი წიგნი. თბილი წვიმა, რომელიც უდიდესი სიყვარულით არის გამსჭვალული ქართველების მიმართ, საქართველოს მიმართ, სომხების მიმართ, სერგოს მიმართ. ეს არის იშვიათი რამ. აი წიგნთან მიმართებაში მინდა გითხრათ, 5 წელი ჩვენ ვცდილობდით და ქალბატონი ქეთევანის ძალისხმევით წელს პირველად გვექნება სწორედ მისი სიღრმისეული აზროვნება, მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართაც. გაძღოლა წიგნის არის ასეთი: ვუძღვნით ჩემს საყვარელ ქართველ მეგობრებს და მათ ტურფა ქვეყანას. და ამთავრებს ასეთი ფრაზით: მე კვლავ ჩამოვალ ჩემს საქართველოში. დიახ, ტონინო გუერა დღეს აქ არის, საქართველოში. ქართველი მკითხველის, მისი ქართველი თაყვანისმცემლების წინაშე და გრძელდება მისი ჯადოსნური, ნოსტალგიური ზღაპარი ჩვეული სენტიმენტებით. გრძელდება ტონინო გუერას სუნთქვა ქვეყანაში, რომლის კეთილი მოგონებების გავლენითაც შეიქმნა თბილი წვიმა. ტონინო გუერას აქვს ერთი არაჩვეულებრივი ფრაზა: ყველა უყურებს, მაგრამ ყველა ვერ ხედავს. სწორედ სამყაროს მრავალფეროვნების, მისი ბრწყინვალების, სიდიადის, შემეცნებისთვის მიძღვნილი აი ეს ბრწყინვალე ფესტივალი, რომელიც გაჯერებულია ტონინო გუერას დიდი შემოქმედის, დიდი ხელოვანის,
შესანიშნავი იდეებით, მიდგომებით, მთელი ბრწყინვალებით, რომ იტყვიან და მიძღვნილი აი იმ დიდებული ურთიერთობებისადმი, რასაც ქვია ტონინოს სიყვარული ქართველი მეგობრებისადმი, ქართველი ერისადმი, საქართველოსადმი ზოგადად და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ჩვენ გვეძლება საშუალება სწორედ მივიღოთ მონაწილეობა სამყაროს შემეცნებაში ტონინოსთან ერთად. დღესაც არიან მისი ის თანამედროვენი, რომლებიც უშუალოდ იცნობდნენ ტონინოს, ეს დიდი ბედნიერება და ისინი გადმოგცემენ ამ დიდი ურთიერთობის სიკეთის ნაწილს. გამორჩეული თემაა ის დავიწყებული ხილის ხეივანი, ხეხილის ხეივანი, რომელიც ბოტანიკურ ბაღში გაშენდა. ესეც არის დიდი ინოვაცია და ბრწყინვალე იდეა, რომელსაც ძალიან დიდი ძალისხმევა აქაც ჩვენი ქალბატონი ნინო ჭუმბურიძე არეშიძის მიძღვნილი და ქართველების დამუშევრები, იქ არის არაჩვეულებრივი ესეთი ქმნილება, ქანდაკება ბატონი ბადრი არეშიძის ხელს და შემოქმედებას ეკუთვნის, რომელიც ამშვენებს ამ დიდებულ ხეივანს. და ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს არის აუცილებელი, როგორ გითხრათ, ის მუხტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას უკეთ შევიბეცნოთ სამყარო, მთელი თავისი ბრწყინვალებით ვიყოთ უკეთესნი და ყველა ჩვენი ქმედება იყოს მიძღვნილი მხოლოდ სიკეთის კეთებისადმი, რაც გვაერთიანებს. მე ვცხოვრობ თაწმინდაზე, სადაც ჩემ მეზობლად ცხოვრობდა სერგო ფარაჯანოვი, ესეთი პიროვნება, იცით, ცნობილი კინორეჟისორი, სცენარისტი, რა ვიცი, ახლა ძალიან ესეთი ცნობილი კაცი და მასთან 1979 წელს ჩამოვიდა ტონინო გუერა, პირველად მასთან ჩამოვიდა. მე მინდა გითხრათ, რომ ამის შემდეგ მე ეს ტონინო გუერა უკვე თაბუკაშვილების ოჯახში და ოჯახთან დაახლოებული ვნახე და მე გავიგე, რომ ეს არის ცნობილი იტალიელი სცენარისტი, პუბლიცისტი, მწერალი, პოეტი, არაჩვეულებრივი კაცი და ბატონო ის იყო შესანიშნავად ქართული ისტორიის და თითოეული ჩვენ საქართველოს კულტურის აი უბადლოდ ცოდნე. ყველა ნიუანსი, ყველა მეფე, ყველა ესე იგი ყველაფერი იცოდა რა საქართველოს შესახებ და ეს იყო ქართველების დიდი მეგობარი და სხვა შორის უნდა ეს თქვა დიდი სიტყვა გამოავლინა, როდესაც ბატონი რეზო უკვე ცუდად იყო, მან მოინდომა ბატონი რეზოს წაყვანა იტალიაში და წაიყვანა თვენახევრით, წაიყვანა, რომ აი მე უნდა ესე იგი გიმკურნალო, მე უნდა ესე და ბატონი რეზო იქ იყო თვენახევარი დაყო იტალიაში. და ნუ აი ეს ძალიან დიდი სიტყვა და სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთს და აი ასე გავიხსენებდი ამ შესანიშნავ პიროვნებას. არ არის შემთხვევითი მისი ასეთი გადამეტებული სიყვარული ჩვენი ქვეყნისადმი. მისი ურთიერთობა რევას თაბუკაშვილთან, ჭაბუამი რეჯიბთან, მიხეილ მრევლიშვილთან, ბევრთან მინდა უდიდესი მადლობა მოახსენო ამ წიგნის, უნიკალური წიგნის თბილი წვიმა მის თარგმნელს ქალბატონ ქეთევან ტომარაძეს. თარგმნა იმ დონეზე დარბაზში გადმომეცა ეს წიგნი, მე ვეღარ შორდები და ვეღარ წყდები. აი ესეთი თარგმანი გახლავთ. ამას დაარქვა ტონინომ რომანის ზღაპარი. რატომ არის ახლა ესეთ ხელი რომანი? არ შეეძლო რომ ცლად დაეწერა? არა, ეს არის სტილი. პოსტმოდერნისტი იყო თავდაპირველად ტონინო გუერა. შემდეგ უკვე 80-იანი წლებიდან პოსტმოდერნიზმი უკან იხევს და ასპარეზზე გამოდის ნეომოდერნიზმი, მას უწოდებენ კიდევ ჰიპერმოდერნიზმს. აი ჰიპერმოდერნიზმის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ არ არის საჭირო ესე ფცლად, მასშტაბურად აღწერო ცხოვრება, სამყარო, როდესაც შეიძლება რომ ლაკონურად ერთ პატარა წიგნში მოათავსო ის იდეები, რომელიც შენ გაწუხებს, რომელიც გაინტერესებს და რომლითაც შენ შეგიძლია თავისუფლად რომ დაახასიათო პერსონაჟები, გადმოსე ბუნების სიდიადე,
ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსადმი და ზოგადად ადამიანი. ტონინო, როგორც ამიერში, ასევე მარადიული სამყაროდანაც კვლავ ჩვენთან არის თავისი იდეებით და თავის გარკვეულ კვალს, დადებით კვალს ტოვებს ჩვენს აზროვნებაში. ასეთია ტონინო გუერას მიერ საქართველოსა და იტალიას შორის გადებული ხიდი. ასეთია კულტურათა შემოქმედებითი ნაზავი. ასეთია სახალხო დიპლომატიის უსასყრო შესაძლებლობები. ეს ის თბილი წვიმაა, რომელიც სასიამოვნოდ ათბობს წარსულის მოგონებებსა და წარმოსახვას და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ხელოვნება თავად უკვდავება.